მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს გამოვხატავ კვლავ მადლიერებას თქვენს მიმართ და ნამდვილად არ დავიღლები მადლობით და მადლიერებით. მინდა გისურვოთ ყველას ბედნიერება, მოგილოცოთ 8 მარტი, მინდა გაზაფხულივით ფერადი იყოს თქვენი ცხოვრება და მინდა მუდამ გახარებულები ბრწყინავდეთ ამ ლამაზ სამყაროში. და მე გავაკეთებ თქვენთვის საჯარო გაშლას. ეს იქნება 3 ცვლილება გაზაფხულზე. ის ცვლილებები, რაც გელით გაზაფხულზე თითოეულ თქვენგანს. იქნება 3 ვარიანტზე. შეგიძლიათ 3-ვე ვარიანტი დააკავოთ, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ, მაშასე. ნახოთ, ცვლილებები მარტის თვეში და არა მარტო მარტის თვეში, გაზაფხულზე. რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ გაზაფხულზე? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, პირველი იყოს წყვილი, მეორე ჩვენი ანგელოზი და მესამე ეს უმშვენიერესი ქალბატონი. მაშასე, ნახოთ. თქვენ კი გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას, მაგრამ შეგიძლიათ თითოეულ ვარიანტს ჩაუთქვათ თქვენი სურვილი. პირველი ვარიანტი. რა ცვლილებები გელით თქვენ პირველებო გაზაფხულზე? გეტყვით მეგობრებო, რომ თუ აქამდე არ გქონდათ სამსახური, აუცილებლად თქვენ გექნებათ შანსი დაიწყოთ ახალი სამსახური, სადაც ნამდვილად გეტყვით, რომ გექნებათ სამუშაო, შეიძლება არც თუ ისე მარტივი, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ გექნებათ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. გეტყვით, რომ თქვენს პროფესიონალიზმს სათანადოდ დააფასებენ, სათანადოდ შეაფასებენ და ფულადი ენერგიაც არ დააყოვნებს და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ თქვენი გაწეული სამუშაო საფასური ნამდვილად თქვენთვის იქნება დამაკმაყოფილებელი კი არა და საუკეთესოდ. ნამდვილად მეგობრებო, თქვენ აქ მოგიწევთ მუშაობა, მოგიწევთ ვისაც გაქვთ მეგობრებო სამუშაო და სამსახური ვისაც გაქვთ, მაშინ გეტყვით, რომ აი თქვენი უფროსი ან თქვენზე მაღლა მდგომი ადამიანი თქვენს შრომის მოყვარეობას აუცილებლად დააფასებს, შეაფასებს სათანადოდ და აუცილებლად გექნებათ მომატებული ანაზღაურება და თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი შედეგით. დააფასებთ თქვენს შრომას, აღიარებული იქნებით როგორც გარშემომყოფებში, ასევე თქვენ გაგეზრდებათ თვით შეფასება საკუთარი თავის. მადლობა პირველებო, ნახოთ მეორეებო, ვინც აირჩიეთ ანგელოზი, თქვენ რა ცვლილებები გელით გაზაფხულზე? რა ცვლილებები გელით გაზაფხულზე? თქვენთან ცოტა ნოსტალგიური განწყობა იქნება. შეიძლება მოგენატროთ წარსულის მოგონებებმა შეგახსენოთ თავი. შეიძლება თქვენ შეხვდეთ ძველ მეგობრებს, შეიძლება ერთგვარად გადავარდეთ აი ძველ სიტუაციაში და შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს, ყველას არა, რადგან ეს საჯარო გაშლა, ზოგიერთ თქვენგანს წარსულის
პარტნიორიც კი დაუბრუნდეს. ნახოთ, რა ცვლილებები გელით გაზაფხულზე. დიახ, მეგობრებო. ვისთანაც გაჩერებული იყო სიტუაცია პარტნიორთან, თქვენ საყვარელ მამაკაცთან, ეს მამაკაცი კვლავ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და აუცილებლად გაგიმჟღავნებთ თავის ემოციებს თქვენს მიმართ. და თქვენ აი ამ დიდი გზის მერე, რაც თქვენ გაიარეთ, თქვენ საკმაოდ, თუმცა ეს ადამიანი დიდი ხანია თქვენს ცხოვრებაში იყო, ალბათ, საკმაოდ დიდი დრო გაქვთ ერთად გატარებული, ან შეიძლება თვითონ დრო არას, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაკავშირებდათ თქვენ ერთმანეთთან და თქვენ ერთობლივად შეეცდებით აღადგინოთ აი ეს ძველი ურთიერთობა, ძველი ემოციები და ის ძველი მოგონებები, რაც თქვენ გაქვთ და გაზაფხულზე აუცილებლად წამოგიტივტივდებათ, განახორციელოთ, ფრთები შეასხათ და გადაიყვანოთ ურთიერთობა ახალ ეტაპზე. მეორეებო, დაგემშვიდობებით, მე ველი თქვენს კომენტარებს და აქვე მოგესალმებით. მესამეებო, ვინც აი ეს გოგონა ჩავიფიქრეთ. მე შეგახსენებთ თქვენ, რომ მარტის თვეში, რადგან ეს ჩვენი თვეა, თქვენ საჩუქრად, მიიღებთ ჩემგან პირად კონსულტაციაზე ფასდაკლებას. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს შანსი, ვისაც გსურთ. მხოლოდ 3 ადგილიღა მაქვს. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 3 ადამიანის მიღებაღა შემიძლია მარტის თვეში. კარგით, მეგობრებო, ვნახოთ მესამეებო, რა ცვლილებების წინაშე დადგებით. მეგობრებო, მესამეებო, ვისაც ძალიან რთული სიტუაცია გქონდათ, დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ, აუცილებლად თქვენ გაივლით გაზაფხულზე რეაბილიტაციას, დადგებით ფეხზე, გათავისუფლდებით აი იმ ძველი ცუდისგან, ყველანაირი ნეგატივისგან თავისუფლდებით. შეიძლება დაიწყოთ მედიტაციები, ვარჯიში, განაახლოთ ენერგიები, შეიძლება თითოეულ თქვენგანს მოუნდეს რაიმე პროცედურების ჩატარება, გამაჯანსაღებელი, ეს იქნება მასაჟი, ეს იქნება ინიექციური კოსმეტიკა, იმიჯის შეცვლა, თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი შეცვალოთ თქვენი გარეგნობა და სულიერი სამყაროც. თქვენი ტრანსფორმირება მოხდება გაზაფხულზე. თქვენ იბრძინებთ, მეგობრებო, გაზაფხულზე მინდა გითხრათ. ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ, აუცილებლად გამოჩნდება გზა და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ და გეტყვით, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, თქვენ აუცილებლად გაზაფხულზე შეძლებთ განკურნებას. ნახოთ კიდევ. მესამეებო, გაზაფხულზე რა ცვლილებების წინაშე დადგებით? მეგობრებო, თქვენ დიდი ლოდინი აღარ მოგიწევთ, თქვენ აუცილებლად მიიღებთ აი იმ წარმატებას, აი იმ ჯილდოს, რისთვისაც აქამდე შრომობდით, თუ მკურნალობდით, თქვენ გექნება ძალიან დიდი შედეგი. თუ გსურდათ რაღაც განგეხორციელებინათ, გეგმა გქონდათ, თქვენ აუცილებლად გამოგივათ ეს საქმე. თუ თქვენ აღიარებას ელოდებოდით ნებისმიერი ადამიანისგან, სამსახურისგან, ოჯახის წევრისგან, თქვენ აუცილებლად მიიღებთ აი ამ აღიარებას. თქვენ გამარჯვებულები დაიდგავთ თავზე გვირგვინს. თქვენ ძალიან დიდი წარმატება, გამარჯვება და გაბწყინება გელით. ძალიან მიხარია, მეგობრებო. გილოცავთ.
რა გელით მესამეებო კვლავ და არ გამოვრიცხავთ თქვენს რეალობაში შემოვიდეს მამაკაცი, რომელიც აი იმ თქვენს ბრწყინვალებას ნამდვილად შეამჩნევს და შეიძლება უკვე ეს ადამიანი გაკვირდებათ კიდეც და შეიძლება მისი ყურადღების ობიექტივიც კი ხართ. ეს ადამიანი უკვე არის თქვენს ცხოვრებაში, თუმცა შეიძლება თქვენ არც კი იცით მის შესახებ. თქვენს ცხოვრებაში თქვენ იმდენად იბრწყინებთ გაზაფხულზე მეგობრებო, რომ შეუმჩნეველი არავისთვის არ დარჩებით და გეტყვით, რომ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის თქვენს რეალობაში გამოჩნდება მამაკაცი, საკმაოდ წარმატებული, საკმაოდ მიმზიდველი, რომელიც არ დაეშურებს ემოციებს თქვენს მიმართ, შექებას, კომპლიმენტებს და იბრწყინებთ მეგობრებო, იბრწყინებთ, მაგრამ გექნებათ არჩევანი მეგობრებო, გექნებათ და არაერთი მამაკაცი და არაერთი გამოჩნდება, რადგან თქვენთან მოდის არჩევანი. თქვენ მოგიძებთ არჩევანი გააკეთოთ რამოდენიმე მამაკაციდან ერთ-ერთზე. თქვენ ძალიან კარგი პერიოდი გელით, ძალიან თქვენს დაიმსახურეთ. ისეთი გზა გაიარეთ მესამეებო, რომ თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ აი ეს ბრწყინვალე პერიოდი და მზის არკანით გეტყვით, რომ შემოდის სიუხვე. სხვათა შორის მოდის ახლა აქ ინფორმაცია, ვინც მკურნალობდით და არ გყავდათ შვილი, ვისაც გსურდათ პატარა, თქვენთან შეიძლება სასურველი ორსულობაც კი დადგეს. ასე რომ მეგობრებო, ყველას გისურვებთ წარმატებებს, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ და მე თვითეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მადლიერებით, გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.